მე მინდა ვთქვა, რომ ყველა არჩევნები არ არის. არჩევნებად რო გვასაღებენ, ის ვერ ჩაიქრება არჩევნებად. ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ რას ვითხოვთ? ჩვენ იმას კი არ ვითხოვთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გაკეთილშობილდება და მოთხოვნებს და აკმაყოფილებს. არამედ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ჩვენი 6 მოთხოვნა. ამ 6 მოთხოვნის დაცვის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ბიძინა ივანიშვილს შევეჯიბროთ და ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გავამარცხებთ. უყურეთ, რაც ბიძინა ივანიშვილი მოსყიდვას და მუქარას კი არ შეწყვეტს, გააგრძელებს. მაგრამ ამ 6 მოთხოვნის შემდეგ ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისგებლობა პოლიტიკურ პროცესზე, რომ გავიმარჯვებთ. აქ იყო შედარება მადიართან დაკავშირებით. უნგრეთთან დაკავშირებით. უნგრეთში უნგრელებს ხმის უფლება შეზღუდული კი არ ქონდათ მათ შორის ემიგრანტებს. ასევე სისტემა კი საარჩევნო სისტემა იყო რთული, ცუდი, რომელიც საბოლოო ჯამში ორბანს საწინააღმდეგოდ მოუბრუნდა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენ უნგრეთის საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადმინისტრებაზე პასუხისმგებლო ორგანო სხვა შედეგი კი არ გამოაქვეყნა. ის გამოაქვეყნა, რაც დადგა. ეს მეორე საკითხი, არა, ემიგრანტებს და მეორე საკითხი. მესამე საკითხი, ასევე რაც არის მნიშვნელოვანი, საჩივრებთან დაკავშირებული საკითხი. აქ აუცილებელია ერთი, რომ გასაგებია შეიძლება ვინმე წაუწდეს ხელი და ესეთი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები ჩვენ ბევრი ვიცით, წაუწდეს ხელი არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებაზე. ანუ ის კი არა, რომ არჩევნები გააყალბოს, არამედ შეცვალოს არჩევნები. ამიტომ უნდა არსებობდეს სასამართლო, სადაც მიხვალ და ამასთან დაკავშირებით იდავებ. ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ნაბიჯები იმისათვის, რომ არჩევნებს და არჩევითობას ჰქონდეს უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი როლი. სხვა შემთხვევაში ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს პირიქით, ფაქტობრივად მან გააუქმა არჩევნები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გააქტიურდა რაღაც პერიოდულად აქტიურდება ის საკითხი, ჩვენ უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში და ჩვენ უნდა შევსულიყავით პარლამენტში თუ არ უნდა შევსულიყავით პარლამენტში. ფიქრი რა არის ხოლმე გაურკვეველია ახლა ეს არის ქართული ოცნება და ნიჰილიზმი. ორივე ერთად. ქართული ოცნება გაუშვეს ამას, რომ აი მე მინდა გითხრათ, რომ ბევრჯერ ყოფილა დილა დღე, როდესაც მიფიქრია, რომ აი დღეს არ არის დრო იმის, რომ დავმარცხოთ. თითოეულ ჩვენგანში ვიცით როგორ უჩეს ქართულ მედიას, თქვენ იცით როგორ უჩეს პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია პოლიტპატიურები ვყავს ციხეში და ასე შემდეგ. და ეს ამ ნიჰილიზმის მესმის, მაგრამ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების რევიზია, რომელმაც შექმნა პირველ რიგში ქართული ოცნებისთვის გადაულახავი და ჯერჯერობით 800-ია. ამაზე ხო თავხდები. დაძლია ქართულმა ოცნებამ პრობლემა. თუ მეტყვით, რომ ქართულმა ოცნებამ დაძლია პრობლემა და ამის არგუმენტაციას მეტყვით, მივიღებ ამ არგუმენტაციას და ვიტყვი, რომ შეცდომა იყო. მაგრამ დღეის მოცემულობით ფაქტია, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ დაძლია კრიზისი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტიკოსებმა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის ჩემი პარტიის ყველა წევრმა და კოალიციის ყველა წევრმა, ვინც შევიდა. ზოგის შიშობს, რომ სტაბილიზაცია ხო არ მოახერხა ქართულმა ოცნებამ. ეს არის ხო. ეს არის ორწუთიანი მსჯელობა შეგვიძლია გავხსნათ. აი რაში მოახერხა ქართულმა წინააღმდეგობა. ხა წინააღმდეგობა. გამოდის, რომ წინააღმდეგობა დამარცხდა. მაშინ რატომ უნდა მოახდინო რევიზია, ხო? წასული რაღაცეების. მე მგონია, რომ ქართულმა ოცნებამ წინააღმდეგობა ვერ გატეხა. ეს არის, რომ ეს არსებობს ჯერ. წინააღმდეგობა ვერ გატეხა, მე მეცაც გეტყვით და ამას ხშირად აბრალებენ ჩემს განსაკუთრებულ ოპტიმიზმს, იმიტომ რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, გამძლეობის ბრძოლა ქართულ ოცნებას მოუგეთ. რას გულისხმობ გამძლეობის? მაგრამ დასუსტებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მოდი რეალურად მივდიოდი მაგას აი არ მაქვს დაკარგული ნამდვილად რეალობის ახმა, მაგრამ პირადად თქვენზე არ ვიცი რაც გულისხმობ ზუსტად მივხვდი და შეიძლება ვიღაცას ჩათვალოს რომ მე მაქვს მაგალითად თქვენი მაყურებელი. გამძლეობის ბრძოლაში ჯერჯერობით ქართულ ოცნებასთან ჩვენ არ დავმარცხულოთ. მოდი ესე შევსვი მაშინ ჩემ წინადადებას. გამძლეობის ბრძოლაში ვიმარჯვებთ. ქართულ ოცნებას რამოდენიმეჯერ უმტყუნა ამ პროცესში ნერვებმა, გაამკაცრა კანონი, ტროტუარზე იჭეს ადამიანებს, პარტიებს კრძალავს, ლიდერების ყველა ლიდერი ყავდა ციხეში. ეხლა ნენელა ამ სუბუქებს. 5 ადამიანი დაიჭერა ახლა. აი მივდიოდი მაგეთკენ, ნენელა ამ სუბუქებს, ამ ასე ვთქვათ რეპრესიულ მექანიზმებს, მაგრამ მეორე ხელით ასევე არ უნდა რომ სუსტი გამოჩნდეს და აგრძელებს ადამიანების ტროტუარზე დგომის გამო დაჭერას, ჩვენ არსად არ გავქცევთ. ქართული მედია, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა და არა ყველა არის საქართველოში და მეცაც გეტყვით
პარტია ახალი წევრები არცად წასვლას არ ვაპირებთ, კოალიციას ცვლილებისთვის წევრები, კოალიციაში შემადგენელი პარტიის წევრები არცად წასვლას არ ვაპირებთ, ალიანსის წევრები არცად გაქცევას არ ვაპირებთ, ვიბრძოლით ბოლომდე გამარჯვება. ეს ნიშნავს, რომ განძლეობის ბრძოლაში ქართული ოცნება ვერ გჯობს. ახლა 26 მაისს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ ვაჩვენოთ ამ განძლეობის ბრძოლის შედეგი, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ისევ ვართ 50,000, 70,000, 100,000, არ ვიცი რამდენიც გამოვა, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, ვაჩვენებთ, რომ ვართ ბევრნი და ვიწყებთ ახალ პოლიტიკურ პროცესს. ეს არის ჩემთვის პოლიტიკა. ხო, რომ ჩემთვის პოლიტიკა რო იყოს წუწუნი, ან ის რომ აი ეხლა ყველანაირ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, ქართულ ოცნებას მეტი რა უნდა, მხოლოდ ამის გაგონება უნდა, რომ ყველანაირ არჩევნებში მიიღებ მონაწილეობას, რომ ნორმალიზება მოხდეს. უბრალოდ ქართულ ოცნებამ რა იცის, იცით? ის პარტიები, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ნორმალიზებისთვის არ არის საკმარისი. ზუსტად იცის ის პარტიები, რომლებმაც უნდა მიიღონ არჩევნებში, რომ პროცესი იყოს ნორმალიზებული. დათვლადია CSKO-ს საიძე დევს ოფიციალურად 780,000 ადამიანი არ მივიდა არჩევნებში ადგილობრივი თვითმმართველობის. ქართულმა ოცნებამ იცის, რომ არსებობს ამომრჩევლის, საქართველოს მოსახლეობის, საზოგადოების რაღაც დიდი კალათა, მოდიში ესეთი ტერმინისთვის, 780,000 ადამიანი, ანუ ადამიანების რესურსი ჩვენ ყველანი, სადაც იმ, ასე ვთქვათ, სიმულაციას დემოკრატიულ პროცესს არ უძახის. და მათ შორის არსებობენ ადამიანები, რომლებიც მივიდნენ არჩევნებში, მათ შორის საჯარო მოხელეები, სხვა გზა არ ქონდათ, იმიტომ უნდა დაფიქსირებული იყვნენ სამსახურო საფრთხეში შექმნილი. დაახლოებით 9 მილიონამდე ადამიანი კიდევ არსებობს, რომელიც უბრალოდ იძულებული იყო, მაგრამ იცოდა, რომ ვერაფერს შეცვლიდა. მათ შორის განახევრებული ლელოს და სამჯერ ნაკლები გახარიას ამორჩეველი, რომელსაც გახარიას პარტიის ამორჩეველი, რომელსაც ასევე ვამბობ, რომ ისინი არიან ოპოზიციონერი ამორჩეველი ეროვნული და დემოკრატიული განწყობებით. ამას ღიად ვამბობ. უბრალოდ აქ გადაწყვეტილებების ნაწილია პრობლემა. ამიტომ ჩვენ ვართ უმრავლესობაში და 26 მაისი უნდა იყოს ამის გადატვირთვა. ასე შევხედოთ. თუ ჩვენ ვიტყვით ყოველ დილით, რომ ხომ არ მარცხდებით, ერთ დილასაც გავიღვიძებთ და ვიქნებით დამარცხებული. და თუ ჩვენ ვიტყვით ყოველ დღე, რომ ვიმარჯვებთ, ერთ დღეს გავიღვიძებთ და შედეგს მივახცევთ. ამაში ვარ ღმად